გამარჯობა ყველას. ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის და ეს არის მე-14 ეპიზოდი ჩვენი. მე ელენე ფასური ვარ, მოძრავის ერთ-ერთი წევრი და დღეს სტუმრად გვყავს ასევე ჩვენი წევრები. გოდა ჭანტურია, მასწავლებელი და საზმეოს მარშის მონაწილე ერთ-ერთი და ნიკოლოზ წიქარიძე, არქეოლოგი და გარემოს დამცველი. გამარჯობა, მეგობრებო. მოკლედ, ხო, ცხადია, დღევანდელ პოდკასტში აუცილებელია რომ ვისაუბროთ 4 ოქტომბერზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა და ჩვენ ეს მოლოდინის გვქონდა, რომ ძალიან აგრესიული რეაბილიტაცია მიდის თვითონ 4 ოქტომბრის. ერთის მხრივ როგორც აი რაღაც ადამიანური შეცდომა და მეორეს მხრივ როგორც თავგანწირვა და წინააღმდეგობაში მიდის, რაც მთავარია წინააღმდეგობის მონაწილეთაგან მიდის აი ეს რეაბილიტაცია და ძალიან ხშირად რაც ანალიზი და კრიტიკა განიდევნება და რაც ძალიან ხშირად მორალურ შანტაჟს აქვს ადგილი და მაგრამ მეორეს მხრივ ხო რაღაცა ძალიან დიდ გამოფხიზლებას ჰქონდა ადგილი საერთოდ ხალხში. ერთი ეს განიხილავს დაუშვათ როგორც პირიქით რაც ოპტიმიზმის მომენტს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ უამრავი ხალხი აი არ გაყვა ამ რაღაც ავანტიურას. მეორეს მხრივ რაღაცა მარცხის შეგრძნება არის და ნუ ჩვენ ნახეთ პირადად ჩვენთვის ამან მაგალითად რა მოიტანა ხო ამ დღემ მიუხედავად იმისა რომ გქონდა ყოველთვის ეს მოლოდინი და ვხედავდით აი ამ მოცნების ასე ვთქვათ პროპაგანდის მექანიზმს რომ წინააღმდეგობაში რაღაცა წინააღმდეგობის არაკრიტიკული ნაწილის მაქსიმალურად გამოყენებას და კომპლექსურობის მოშორებას და ნუ პრინციპში როგორც რაღაცა ფაშისტურ ნარატივებს ჩვევიათ თლიანად დეჰუმანიზაცია წინააღმდეგობის და ჩვენ რაღაცნაირად კარგად ვიცოდით რა მოყვებოდა ხო ამას ბოლოს გქონდა ყოველთვის ეს განცდა რომ აი რაღაცას დაუშვათ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად დააშავებდა ჩამოხსნიდა ყველანაირ პოლიტიკურ ნარატივს წინააღმდეგობას და ცხადია მერე ქართული ოცნება დაიწყებდა ნადირობას და აი ამ ნარატივის მიწებებას დაუშვათ შედარებით კრიტიკულ მხარეზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ გუშინ წინ იყო მე მგონი, რომ ნულოვანი თანაგრძნობის განცხადება გაკეთდა, რაც აბსოლუტურად ერთი და იგივეა, რაც ნულოვანი ტოლერანტობა პრინციპში და უკვე 10 წლეულებია აი ამ რაღაც ძალადობრივ დისკურსში ვართ გაჭედილები და ამ განცხადებას არც მეტი არც ნაკლები დაუშვათ ვახუშტი მენამდე ახსენა ორჯერ და რაღაც ესე ნარცისულად არ მინდა გამომივიდეს რა, მაგრამ პრინციპში ესეთი მექანიზმია რა, საკმაოდ დახვეწილი მექანიზმია მე თუ მკითხავ და ესეც ის რომ პროპაგანდას ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვავს და წინააღმდეგობას არასდროს არ აღვქვია როგორ უყურებს დანარჩენი ხალხი აი ამ წინააღმდეგობას მე პრინციპში პირადად ეს ტრაგიკული მგონია. მოკლედ მოდით რაღაცნაირად ამ კითხვით დავიწყოთ. აი რამ გახადა შესაძლებელი საერთოდ 4 ოქტომბერი, ხო? იმიტომ რომ იმდენად დიდი კონტრასტია ნარატივებში, რომ აი თავიდან რაღაცა ყველა ძალიან ფაქტიურად შენიყავი, არ ვიცი, სუსი, როდესაც კრიტიკულ შეკითხვებს გამოთქვამდი ამის შესახებ. ან არ იყავი სოლიდარული პატიმრების მაგალითად და მეორე დღეს ყველა ამბობდა, რომ ეს რა დაგვემართა და აი მე ვიცოდი და არაფერი არ ვთქვი და მოკლედ ძალიან ისეთი დიდი გამოფხიზლების ამბავს ვამჩნევ მე ან გამოფხიზლების ან მარცხის ხო აი რამ გახადა შესაძლებელი 4 ოქტომბერი რა რაღაცა სტრუქტურულ ელემენტებზეც რომ ვილაპარაკოთ რა და კარგად გავშალოთ იმიტომ რომ ისევ და ისევ რაღაცა დაუპირისპირდეთ აი ამ რეაბილიტაციის ასე ვთქვათ მცდელობებს რა 4 ოქტომბრის და მათში ჩართული ადამიანების ნიკა დავიწყოთ შენგან ხო მართლა მე ავათვარ და იმედია ხმაზე ძალიან არ მოქმედებს საიდან დაიწყო არ იცი ხო? შეგიძლია მამაკაცური ძალიდან დაიწყო მაგალითად. არა მე უფრო იქიდან დავიწყებ, რომ უფრო ალბათ ეს რა თქმა უნდა, რასაც ახლა ვიტყვით ჩვენი აზრია, შეიძლება ვიღაცები არ გვეთანხმებიან და რო არ გვეთანხმებიან ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ანუ აი ეს დეტალებში შესვლას მე მგონი მერე რა მოხდა უკვე აზრიც აღარ აქვს, იმიტომ რომ თავიდანვე არაპრაგმატული იყო ის დამოკიდებულება და ზოგადად დიდი ხანი ამას ვაწყდებით, რომ აი ეს პრაგმატული ნაწილი სრულიად ჩამოხსნილია თავიდანვე, თქვათ, რამდენიმე წლის წლიდან დავიწყოთ, როცა უკვე აი ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ეს პარტიები ცდილობდნენ, რომ ყველანაირად
ასე ვთქვათ, რაღაც პოზიტიური განწყობა შეექმნათ, მაგრამ ამ პოზიტიურის უკან იყო ცარიელი, ასე ვთქვათ, ბუტაფორია გამარჯვების, ხო? კულტურული რაღაცა იმის. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ის რომ არ ვერ გააყალბებენ, მე თავისთავად მე პირადად ჩემ მეგობრებთან ყველასთან ვამბობდი, რომ გააყალბებენ და ეს იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ისტორიაში თითქმის არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა გაყალბების გარეშე. შეიძლება ვიღაცა მერე სადღაც იმდენი ხალხი მოვიდა არჩევნებზე, რომ იმან გადაწონა, იქ რაღაცა პროტესტმა იმუშავა, იქ რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, არჩევნების გაყალბების ისტორიას აღმოვაჩენთ და ის ჩემთვის გაუგებარი იყო სრულებით, აი ეს ანუ არჩევნების არ გაყალბების მითის დაჯერება და სხვებისთვის ამის მტკიცება და შემდეგ უკვე აი მასშტაბის გაყალბების შემდეგ უკვე რა თქმა უნდა როცა ამტკიცებ რომ არ ყავდება, მე სხვების დარწმუნება გიჭირს რომ აი რა მოხდა, ხო? განსაკუთრებით ასევე საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური ნაწილის, ასე ვთქვათ, ხო და აი მას მიყვა მე სრულიად და აქამდეც მოვედით ეს იყო მთელი ანუ გზა მე პოლიტიკურ პარტიებზე ვამახვილებ ყურადღებას, საზოგადოებას არ ვეხები ამ შემთხვევაში. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოვიდა აქამდე, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს მე ვგულისხმობ ყველას, აი 2024 წლის ორბიტა რომ წარმოვიდგინოთ, რა ხალხის ტრიალებს, რა პოლიტიკური ძალებიც თუ ორგანიზაციები, ყველას აქვს ერთი და იგივე რაღაცა ორბიტა შექმნილი, სადაც ტრიალებენ. და ამ წრიდან ისინი ვერ გამოდიან რა ეს არის ის რომ კომპრომისის უნარის არ არსებობა თქვათ კონსენსუსზე ვერანაირ შეთანხმებას რო ვერ აღწევდნენ და ეს ყველაფერი იმიტომ არის რომ ისინი იბრძვიან სასახად ძალაუფლებისთვის რომელიც უკანაც რაც იდეები დგას ვიცით რა რაც გამოიარეთ ყველა პოლიტიკურ პარტია ნებისმიერს ხელი რო დაადო ვინც ეხა აქტივობს დაწყებული ნაციონალური მოძრაობიდან მათი ასე ვთქვათ განაყოფებიდან მათი რაღაც ეხა დაპირისპირებული ადრე სათავეში მყოფი ადამიანებიდან ლელო გახარია არ ვიცი ყველა ეს პარტია არის აი ჩვენი ქვეყნის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი რა იმიტომ ამ ხალხს არ შეუძლია პოლიტიკის წარმოება იმიტომ აი ეს რო აანონსებ რაღაცას 4-ში ესე იქნება და ამის არანაირ პოლიტიკურ საფუძვლებს არ ქმნი ხა აი რევოლუციების ისტორიებიც რო გავიხსენოთ რა ყველა რევოლუცია იყო რაღაც პოლიტიკური შემზადება იმ პროცესისთვის რა და ბოლოს თავისით იშლებოდა ის ასე ვთქვათ ავტორიტარიზმი ხო და ჩვენ ამას რეალურად პოლიტიკურ პროცესი არ გვაქვს დღეს რა და ამ უნდა წარმართონ წინააღმდეგობა აი პარტიებმა არ ვიცი ხა ნუ შეიძლება ჯერ არსებობენ მაგრამ მე პირადად ასე ვფიქრობ რომ ახალმა ადამიანებმა რომელსაც აქამდე არ ქონიათ პოლიტიკაში ყოფნის ასე ვთქვათ საშუალება თუმცა პოლიტიკურად გამოცდილებიან ჩვენ მოძრაობაშიც ბევრია თავისუფლების მოედანშიც ბევრია და ახალგაზრდებიც არიან ვისაც აქვს საშუალება რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ოღონდ ეს ახალი ფურცელი უნდა იყოს შინაარსობრივად გამართული და პრაგმატიზმზე დაფუძნებული და არა იმაზე და აი ეს მე მიყვარს ეს ტერმინო ნისიაზე მოსული პოლიტიკოსი. მოდიან რომ აი მე ამას გავაკეთებ, მე ამას ვიზამ, საბოლოო ჯამში მოდიან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. ითხოვენ რომ შენ მიხვიდე და იქ თავი გაწირო რაღაცისთვის, მაგრამ თვითონ არაფერს არ გააკეთებენ სანაცვლოდ. ამიტომ ეხა შეიძლება ვიღაცა ადამიანები უსამართლოს ხედან ციხეში და ის ადამიანები ნამდვილად პოლიტიკური პატიმრები არიან, მაგრამ მეორეს მხრივ რა მათვე შეუწყეს ხელი აი ამ სისტემის ასე ვთქვათ მოსუქებას რა, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს გამოსულიყვნენ რაღაცა იმ ძველი არქაული აზროვნების მოდელიდან რა და ეს ხდება შედეგიც სახეზე. ხო, აი მაგაზეც მინდა კითხო, აი გოტა მე და შენ ძახშოთ ვიძახით, რომ წინააღმდეგობა არის ხალხის და არა პოლიტიკოსების და საზმაუზეც რაღაცნაირად ეს იყო, ჩემი მთავარი мотиваტორი ეს იყო რა და ახლა ნიკამ დააყენა ეს საკითხი, რომ რაღაც ახალ პოლიტიკურად მოაზროვნე და უშუალოდ კოლექტივებმა უნდა აიღონ რაღაცა ასე ვთქვათ ინიციატივები რა. ხო და ესეც ძალიან სადავო საკითხია რა, იმიტომ რომ აი მე მომენტალურად შემოდის და უშუალოდ ეს კონკურენცია, რომ აი რატო შენ და არა მე და ამას რესურსი აქვს და ამას არ აქვს და ეხლა მართლა ესე არის ხო? იმიტომ რომ აი თუნდაც ეხლა რამდენიც ჩვენ მოვყევით რაღაცა თავდასხმებში, უბრალოდ რამდენიც ჩვენ ვერავიცილეთ რაღაცა თავდასხმები, უბრალოდ იმიტომ რომ რესურსი არ გქონდა, საკმარისი არ ჩრომითი და არც ადამიანური და ასე შემდეგ, ხო? აი ამაზე ვილაპარაკოთ რა იცი, რომ აი ჩვენ ვიცით, რომ ხალხი გამოდის ქუჩაში მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები
ვერ უმკლავდებიან კრიზისს, ხო? ანუ რითი დაიწყო რა? ეს წინააღმდეგობა საერთოდ რა. მაგრამ აი ხა ნიკარასაც ამბობს, ხო? მე და შენ სულ ვიძახით, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, ან არც ერთ დას პოლიტიკურ კოლექტივს არ აქვს უფლება, რომ აიღოს დომინაცია ხალხზე და პროცესზე რა. მაგრამ არის თუ არა საკმარისად კრიტიკული წინააღმდეგობა იმისთვის, რომ თავად წარმართოს პროცესები და მეორე კითხვა მექნება ესეთი, რომ აი რა შეიძლება დაუშვათ პოლიტიკურ პარტიებს გაეკეთებინათ იმისთვის, რომ აი 28 ნოემბრიდან ამდენი ხალხი იყო გამოსული ქუჩაში, ასნაირად წარემართათ პროცესები სხვანაირად. აი რა შეიძლება და მომხდარიყო რა და ხო, აი ამაზე რა ვიცი. ხო, არ ვიცი, ხა მათ რა უნდა გაეკეთებინათ. მე მგონი ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ არსებულმა პოლიტიკურმა კლასმა დრო მოჭამა უკვე არანაირი პერსპექტივა, ვთქვათ, მათ არ გააჩნიათ. ეს ლინდება აბსოლუტურად ყველაფერში, ხო? ლინდება აი არჩევნებზე ლაპარაკობდა ნიკა, შემდგომ მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც 4 ოქტომბერი იქნება ეს და ამიტომ ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ, რომ ეხლა მაინც და მაინც ვთქვათ რაღაცა გაჯანსაღდება ეს ჯგუფები, აი ეს არსებულზე ვიძახი, ხო? აი ახალი პოლიტიკური ჯგუფები, ინდივიდები, ნამდვილად ისინი უნდა წავიდდნენ და ყველა ვისაც აქვს, აი ჩვენს მსგავსად, ხო? ან ყველა ვისაც აქვს პოლიტიკური ამბიცია, ხო? რომ რაღაცა ცვლილება, აი ჩვენ გვაქვს ხედვა, ხო? როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, შეიძლება რაღაცა სრულფასოვანი და ჩამოყალიბებული ამ მომენტისთვის არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვმუშაობთ ამაზე, როგორი უნდა იყოს, ხო? ქვეყანა და შესაბამისად თქვა აი ეს პოლიტიკური პროექტი შეთავაზებული უნდა იყოს კლიანად საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი აი თავდაპირველი კითხვა რაც იყო რომ მაგალითად რამ გახადა შესაძლებელი ეს 4 ოქტომბერი, ზუსტად ამან გახადა რომ ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვესმის რაღაცა ესეთი მარტივი ცხადია ფარსი და რაღაცა ავანტურა და შეთავაზება რომ აი არის რაღაცა 4 ოქტომბერი გამოდით, ბევრი ხალხი გამოვიდეს, დაემხობა რეჟიმი, რაღაცა მთელი კამპანია ნიაღვარი კამპანიის, ხო, რაღაცა იმის პროპაგანდის ასევე, ხო? მაგრამ რატო დაიჯერა ხალხმა ეს რა? ვიტყვი კი ბატონო, აი ნიაღვარი კამპანიის, რომ ესე იგი რაღაცა არ ვიცი, აქ ძალოვანი სტრუქტურებიდან ხალხი მოდის და რაღაცა რეჟიმი ინგრევა და ეს იქცევა და ხო, ანუ და ამ ეს არის შეთავაზებული და აქეთა მხარეს თქვათ ალტერნატივა შეიძლება ჩანასახები არის, მაგრამ იმდენად ძლიერი არ არის, ანუ არ არსებობდა ის ალტერნატივა, რომელსაც თქვათ საზოგადოება გაყვებოდა, ხო? მაინც ის კი არა, რომ თქვათ აგერ 4-ში არის აქცია იქ, რავი, თავისუფლების მოედანზე და ჩვენ ეხლა პირობითად ვამბობ, საზმაოსთან ვაორგანიზებთ და ვისაც ის არ გინდათ აქ მოდით. ერთ-ერთი იმ დღეს კონკრეტულად კი არა, მაგრამ თუნდაც შეთავაზებული რაღაცა პოლიტიკური ხედვა, განაცხადი, ხმამაღალი, ჩამოყალიბებული აი ეს უნდა იყოს დაუშვათ გამრავალფეროვნება, ხო? ამასაც ვერ ხდება. მე მახსოვს საზმაოს მარში რომ დავიწყეთ თავიდან, ალბათ 1-2 კვირა ვუმკლავდებოდით იმ კამპანიას, რომ აი ხალხის გაყოფა უნდათ და რუსთაველიდან წაყვანა და სუსიხართ და ანუ ის რომ წინააღმდეგობა სხვადასხვა ლოკაციები აიღოს, რაღაცა ამაზე იყო, ნუ რა ვიცი. ხო, კი, გასაგებია. რატო დაიჯერა საზოგადოებამ, ანუ აქაც თქვათ იგივე შეგვიძლია მიუსადაგოთ, ანუ აი მაგალითად ქართული ოცნება რატო არის 13 წლის მანძილზე წარმატებული, ხო? ანუ მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსი, პროპაგანდა მუშაობს ამაზე, ანალოგიურად აქეთა მხარესაც, ანუ ხო, კრიტიკული მედიები, ესე იგი, რა ვიცი, 24 საათის განმავლობაში ხო, წყალებში კრიტიკული მედიები 24 საათის განმავლობაში ამას აშუქებდნენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მუდმივად, ესე იგი, განსაკუთრებით პრაიმ ტაიმის დროს ტირაჟირებდნენ, ლაპარაკობდნენ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც თან ის საზოგადოება, რომელიც 300 დღის განმავლობაში მართლა უწყვეტად და გნებავთ არის რუსთაველზე თუ საზმაოსთან თუ ზოგადად არის პროტესტში, აქვს უკმაყოფილება ხო და რაღაცის იმედი აქვს, რომ რაღაცა შეიცვლება, ამის ინსტრუმენტალიზება ცხადია შესაძლებელია და ზუსტად ეს გამოიყენეს. ეს ერთი ფაქტორი არის. მეორე ფაქტორი არის, რომ ანა წითლიძე საზმაოს ათარში გახსოვს, ანუ პარლაქტი გვიმტკიცებდა სოციალურ ქსელებში, რომ ეს არის ხალხის რევოლუცია და ანა წითლიძე მიჯდა საზმაოს ათარში ხაბე 4 ოქტომბრის იმეთი რა მაისურით. ეგ კიდე მეორე ფაქტორი არის, რომ ნიშანი, უბრალოდ ნიშანი, რომ ესე იგი როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც
თვეა უკვე ვითხოვთ ეთერს და ეთერი პატიმრების მშობლებისთვის ხო მოთხოვნა ხო და პატიმრების მშობლებისთვის და სხვებისთვის და ამ დროს ის მაუწყებელი აძლევს ეთერს პირდაპირ ვთქვათ აი იმ დღეებამდე ხო რომ ტირაჟირება მოახდინოს რეკლამა მოახდინოს კიდევ უფრო მეტად დაბუსტოს ესეც ხო ნიშანი არის რომ ანუ ხელშეწყობა ხდება ამის ხო ამიტომ მაგრამ მეორე საკითხი არის რომ აი ამ უპასუხისგებლობის ნორმალიზება ანუ ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ეს უპასუხისგებლობა არის ნორმალიზებული ხო რომ ანუ აი ეხლა რაც ხდება იგივე რეაბილიტაციის პროცესი ადამიანური მოტივებით რომ კი და ჩვენ რაღაცა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ თავარი დამნაშავე არის ქართული ოცნება რომ თავარი დამნაშავე არის და რასაც აკეთებს ეს გასაგებია ხო მაგრამ ჩვენი პასუხისგებლობაც უნდა დავინახოთ ხო და მე ჩვენს პასუხისგებლობასაც ვისაუბრებ ამაზეც მინდა მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ხო ჩვენი პასუხისგებლობა და ანუ აი ამ უპასუხისგებლობის ნორმალიზება რო ხდება 10 წლეულებია უკვე ხო და იგივე აი თუნდაც ეს აბსოლუტური რაღაცა ფარსი და სიგიჟე რო თქვა თურმე ნორმალურია რომ ჩვენ მაგალითად ის რა ქვია რატო არ ვსკანდირებთ მაგალითად მიხელ იმას სააკაშვილს ან რაღაცა მისი ბანერით სიარული რო არ გვინდა ანუ ეს ორი ერთმანეთში არ ჯდება შეუძლებელია ეს ორი ერთმანეთში ჩაჯდეს და როცა თქვა ამის მიმღებლობა გაქვს ხო და მაშინ შედეგიც ასეთი იქნება და ჩვენ უნდა ესე იგი ამით დავასრულებ ანუ ჩვენ აი ამ უპასუხისგებლობის ნორმალიზებას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეთ და აუცილებლად ხმამაღლა უნდა დაუპირისპირდეთ. აღარ უნდა მივცეთ საშუალებას, რომ აი რაღაცა ეს რეაბილიტაცია მოახდინონ, იმიტომ რომ დღეს ახლა ნახეთ როგორი მდგომარეობა გვაქვს, აი შედეგებს რო შევხედოთ, ხო? ყავს გაცილებით უფრო მეტი ტყვეები, წინააღმდეგობა არის გაცილებით უფრო შესუსტებული, ხო? პროპაგანდას აქვს გაცილებით უფრო მძლავრი იარაღები და გაცილებით უფრო მეტი ლეგიტიმაცია და ეხლა იმის თქმა რომ ამ ადამიანებმა თავი გაწირეს და რაღაცა ჰეროიზაცია იმის ხო, ანუ კარიკატურული იყო, აი დასაწყისშივე გონებული ვიყავ მე ველოდი რომ რაღაც ის კიდე ერთი რამე არ უნდა გამოგჩესო ზოგადად ეგეთი კომიკურიც არ მე სხვა ტიპის ბრძოლები აირჩიეს ამ პარტიებმა ზოგი არჩევნებში მიიღო მოწვევა ზოგი არ მიიღო ზოგი იქ დადგა ზოგი ყველა საბოლოო ჯამში წყალი დაასხა ხელისუფლების წისქვილზე რა ყველა ანუ იმიტომ კი არა რომ ვიღაც დემონიზირებას ვახდენთ ან ერთის ან მეორე გზის უბრალოდ ეს გზები არჩეული შეიძლება აირჩიო მაგრამ უნდა აირჩიო რაღაცნაირად ღირსეულად გამოხვიდე იქიდან და მეორეს მხრივ პრაგმატული ანუ ჯობია რომ რაღაც ბრძოლაში ნახევარად წარმატებას მიაღწიო ვიდრე სრულად დამარცხდე რა და ამას კიდე ემატება ისიც რომ ჩვენ ჩემი აზრით რა ეხა არის ის მომენტი რომ ეს ერთიანობაზე ლაპარაკი ესე მადაღებული რაღაცა არის უაზრობა მაგაში ტყუილავ ხარჯავ ჩვენ დროს იმიტომ რომ ის ბრალია რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის ერთიანობა ვერ იქნება იმიტომ რომ შინაარსობრივი განსხვავებებია ჩვენ შორის ანუ მე მაგას ვამბობ რა მე მაგალითად საერთოდ ვერ ხედავ აი ამ პარტიების თან არც შინაარსობრივი არც მინიმალური მორალის სტანდარტს ვერ ხედავ საერთოს და მგონია რომ ვერც შესაძლებელი არც არის იმიტომ რომ შინაარსობრივად მოქმედების სტილი ტაქტიკურად აი ყველანაირად განსხვავდებით მათგან ჩვენ ანუ არ გვაქვს საერთო იმათთან და ეხლა იმათთან რუსთაველზე დგომა დაუშვათ მათ ზოგიერთ პარტაქტივთან ერთად ნიშნავს თუ არა ეგ მომავალში გამოჩნდება მაგრამ მე ვემხრობი ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნას სადაც ის ხალხი იქნება თავმოყრილი რომლებსაც აქამდე აი ის ლოგიკა არ ესმით რა ანუ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებში ვიღოთ ჩვენ მემარცხენეები ვართ და სოციალისტები და ასე შემდეგ იქით შეიძლება იყვნენ ცენტრისტი ლიბერალები ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ერთრამეს იმ თამაშის წესებზე შედარებით მარტივად შეგვიძლია შეთანხმება იმიტომ რომ ჩვენ აი ეს რაღაც გამოცდილება შევიძინეთ ამათ იმ ფონზე იმიტომ რომ მათ არ შეუძლია კონსენსუსი დათმობა შეიძლება შენ რაღაცაზე ანუ ეუბნებოდი რომ მე ჩემთვის ეს მიუღებელია და მოდი შენ დათმე იმიტომ რომ მართლა ხანდახან ისე რომ გინდა თუ არა უნდა მოვიდე მიხეილ სააკაშვილის იმით და მაშინ მე მოვალ მარქსის იმით და ანუ იქნება მისაღები მათთვის რომ მარქსის იმით მივიდე მაგრამ არ ანუ კონსენსუსი და იმის მაგერად კონსენსუსზე იმუშაონ ამდენი ხანი იჯდნენ ერთად ერთი საერთო ენა ნუ შევადარებთ ეგ ისე ვამბობ მე გაღიზიანებს ხრივ რომ რა გამოიწვევს მათ გაღიზიანებს და ვერ შეძლეს რომ ერთ რამეზე მაინც შეთანხმებულიყვნენ რა და ეს ერთ რამეზე შეთანხმება რომ ვერ შეძლეს იმაზეც მეტყველებს რომ აი ყოველ 5 წუთში ერთხელ სხვადასხვა მოძრაობებს რომლებიც არ მოწონთ თქვათ ან ნაციონალურ მოძრაობას ან ლელოს ან მიდის აი ჩვეულებრივი თავდასხმები ის ვახუშტი იქ არის და რომ პასუხა ერთობის დაზიანება ხო და ხო შენ რო ანუ ერთობა მაგრამ
მაგრამ რეალურად ყველაფერი კეთდება ერთობის საწინააღმდეგო, რომ ისინი თვლიან, რომ ეს პროტესტი მათ უნდა მართონ. და იმიტომაც მივედით აქამდე. საზოგადოების ბრალი ეს არ არის, მაგრამ საზოგადოება თუ უფრო პოლიტიზირებული გახდება და აი ამ რაღაცა ბუტაფორიული ერთობის საკითხს მიატოვებს და შინაარსზე გადავა, დაინახავს, რომ მეტი კრიტიკაა საჭირო აი ამ ძალების. ხა მე იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ პოლიტიკური სივრციდან ანუ იმას ვქნათ, რა ვქი, გავრიყო ვერც იზამ მაგას, ხო? ანუ მაგრამ ჩვენ უნდა შევძლებოთ, რომ ახალი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ, სადაც იქნება რეალური ღირებულებები, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე, რომ ის კი არა მიდი და შეეჭერე, თუ ლიდერი არის ის, ვინც პირველი აკეთებს იმას, რასაც თხოვს სხვას. აი ეგ არის ლიდერი და ეხა ის რომ იქ მიდი და შენ იქ იბრძოლე და მე აქ ვიქნები ან არა, ნუ შენ იმას შევყვეთ რა ამ რაღაც გასამართლებას ადამიანებს უბრალოდ რაციონალურობა როცა იკარგება და შინაარსი ამას არა აქვს და თან პოლიტიკურადაც აი რა უნდათ ესეც რო არ ჩანს ამდენი ხანია გეგმა ხალხი ითხოვს გეგმა ვინ თხოვს ეხლა რომ დეტალები გამოვა იმას საიდუმლო მასალები დადონ რა ანუ უბრალოდ ადამიანებს ეგ რო აი რუსეთი უთხრან რომ ამას გეგმა აი ეს არის ჩემი გეგმა და ჩვენ ხო ვიცით რომ მათი გეგმა არის მხოლოდ ის რომ დაასანქცირეთ და ჩვენ აქ ჩვენო შევქნათ ისეთი ძალა რომელიც ქართველები შევძლებთ რომ აქ გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემა და თუ იქიდან ვიღაცა მე ჩაამაში რაღაც თავის როლს ითამაშებს ითამაშოთ მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ აქ იქ საკითხები. კაი, მოდი ცოტა კრიტიკულად შევხედოთ ახლა მაგაზრსაც. მე დღეს ბედქოფი ვიქნები რა და რატო ხო? ძალიან ბევრ პოზიციებს უყურე ამ დღეებში, მათ შორის ჩვენი მემარცხენე ამხანაგებისაგან და საკმაოდ მეც ვიზიარებ რაღაცა მომენტში ამას რომ საერთოდ რამდენად შესაძლებელია ის რომ აი ჩვენც კი ხო რომელიც ცენტრში ვცხოვრობთ ჩვენც კი რომელიც რაღაცები არსებობს შენ შეიძლება რაღაცა პოლიტიკურ სურათს ხედავდე შენ შეიძლება ხედავდე სტრუქტურულად რა არის პრობლემა მაგრამ შენი რესურსი ვერ გაუმკლავდეს ხო წინააღმდეგობის რაღაცა კრიტიკულობისკენ უფრო მოტრიალებას ხო ან შენ თავად ვერ შეძლო იმენის ადაპტაცია ხო რაც საჭიროა საერთოდ როგორ შეიძლება აი თუნდაც რაღაც ახალი კოლექტივი ხო შენ თქვი რომ რაღაც ახალი მიზიდულობის ცენტრი რამდენად არის შესაძლებელი იმიტომ რომ უკვე გოტამ თქვა ამას წინათ ხო რომ უკვე 10 წლეულებია მიდის ხალხზე მუშაობა ხო უკვე 10 წლეულებია და ჩვენ ხედავთ როგორ გახდა შესაძლებელი ამხელა პოლარიზაცია რომ ესე იგი საქართველოს ერთი ნაწილი რომელიც მეტნაკლებად ცენტრში ცხოვრობს და ამას ოცნება და ოცნების ინტელექტუალები ბჭყალებში ძალიან კარგად იყენებენ ხო ასევე ესეც უნდა ითქვას რომ აშავებენ აი ამით რომ ეხლა თქვენ ხართ მდიდრები და თქვენ ღარიბების არ გესმით მაგრამ ხო პოლარიზაცია როგორ გახდა ხო შესაძლებელი რომ აქედან მხარეს ჩვენ გვესმის რუსეთი და ევროპა ყოველთვის და შემდეგ უკვე შალვა პაპუაშვილი რომელიც გამოდის და როდესაც პასუხი არა გაქო რუსოს გეძახიანო აი ეს აი ამ ნარატივის ლეგიტიმაცია ხდება და ჩვენ 10 წლეულებია პრინციპში ხო აი ამას ვუყურებთ არსებობს თუ არა ძალა აი გვაქვს თუ არა რა ჩვენ ძალა ხო იმიტომ რომ ეს კრიტიკაც იყო რომ აი რატო უფრო არ დაუდექით ამას აი რატო უფრო არ დაუდექით ამ 4 ოქტომბერს რა ჩვენი რიგი წევრები ძამწვავეთ აკრიტიკებდნენ ჩვენც ჩავწერეთ პოდკასტი ხო პრინციპში მაქსიმუმი გავაკეთეთ ხო მაგრამ აი იყო რა მაინც რაღაცა ტიპის აი აი ამბრაზურაზე არ გასვლა ხო და არის აი იმის თქმა რომ აი არ გამხახვა არ გამოხვიდეთ რა სიგიჟე არის და არ გამოხვიდეთ ეხლა რომ ფიქრობ ერთი კვირის წინეთ რომ გაგვეკეთებინა მაგალითად ანუ ალბათ უბრალოდ ცოცხლები არ ვიქნებოდით ეხლა მაგრამ აი ამაზე ვისაუბროთ რამდენად არის შესაძლებელი საერთოდ ხო არსებობს თუ არა იმედი რომ ეხლა გუშინ მაგალითად დიაგო ხვიჩია ისეთები ილაპარაკა რუსთაველზე რომ აი ეს კრიტიკულობაც ხო აი პროტესტის კრიტიკაც კი მან მიითვისა რაღაცა ახალი ფენა გაჩნდა ქართული ოცნების პროპაგანდის ახალი შრე რომელიც აიღო იაგო ხვიჩიამ და ხალხი რომელსაც აქვს მოთხოვნილება პოლიტიკის და პოლიტიკური წესრიგის და აქვს მოთხოვნილება რომ ისაუბროს თავის საწუხარზე ამ წინააღმდეგობასთან მიმართებაში ეთანხმება და ეს ხალხი უამრავი ხო ანუ ფაქტიურად კრიტიკა წაგვართვა იაგო ხვიჩიამ გუშინ ხო თავისი უზრდელობით აი არ ვიცი იმიტომ რომ დაფარვა მეტია რესურსი მეტია ხო მოდი აი ამაზე ვისაუბროთ რომ არის თუ არა მზად ხალხი ჩვენ ხო იმისთვის საერთოდ არის თუ არა ამის იმედი იმიტომ რომ ძალიან ბევრი იძახის რომ
უნდა დატოვო ეს რუსთაველი, უნდა დისტანცირდე რა. და აი ამაზე ვისაუბროთ, ხო? და მე შენ აი ეს თვით კრიტიკაზეც რა ამბობდი. კი, ანუ ხო, ის ლეგიტიმური არის ცხადი ის კრიტიკა, რომ აი თუნდაც თქვა ჩვენ რატო არ ვიყავით უფრო აქტიურები ამის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ეს შესაძლებელი არის და კი ბატონო, მე პირადად ამ კრიტიკას ვიღებ საკუთარ თავთან მიმართებითაც. უბრალოდ აქაც არის რომ ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ეს კრიტიკა მაინც და მაინც მხოლოდ რაღაცა ხმამაღლა საუბართან ან სოციალურ მედიაში რაღაცა პოსტების წერასთან და ასე შემდეგ. ხო, ანუ ის რაც ვახსენე რომ თუნდაც აი ნიკარაზეც საუბრობდა რომ მიზიდულობის ცენტრის შექმნა თუ რაღაცა ახალი რაღაც პოლიტიკური შინაარსის შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაზეც მუშაობა, სერიოზული მუშაობა არის საჭირო. ეს არის, თქვათ, ის განსხვავება და ის გამიჯვნა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო? და არა ის, რომ მაგალითად ეხლა მე სადღაც გამოვიდე და ან თუნდაც გამოვიდე და რომელიღაც ტელევიზიაში მე ბევრჯერ გამოსულა და გამილანძღია კიდევაც 4 ოქტომბერი, თქვათ, სადაც დაუძახია და აზრი უკითხავთ, ან პირიქით შიდა შეხვედრებზეც და რაღაც. მაგრამ იმ კრიტიკას მე მაინც ვიზიარებ აბსოლუტურად, რომ ჩანასახშივე, თქვათ, მნიშვნელოვანი იყო უფრო აქტიურად გალაშქრება, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან ამ შემთხვევაში საკუთარ თავს გულისხმობ და თვითონ აი იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, რომლებიც თქვათ ამ პროტესტში თავიდან ბოლომდე აქტიურად ვართ ჩართული და ჩვენ არ უნდა მიგვეცა საშუალება მავნებლური ჯგუფებისთვის, რომ აი ის დღის წესრიგი შეექმნათ. ხო, ანუ მე მაგალითად რა ვიცი, და შესაძლებელი იყო რომ არ მიგეცა საშუალება. ჩემი აზრით შესაძლებელი იყო და ყოველ შემთხვევაში თქვათ არათუ შესაძლებელი იყო მინიმუმ თქვათ რაღაცა შესუსტება, ასე ვთქვათ, ხო და იმ აზრის წარმოება. წოღონდ აქაც იმას გულისხმობ, რომ აი როგორც კი ვთქვათ, რაღაცა მითითება წამოვიდა სცენიდან, შენ რაც ახსენე დასაწყისში, რომ საზოგადოება ამას არ გაყვა, ხო? იმიტომ რომ ეს აზრი საზოგადოებაშიც არსებობდა, ხო? უბრალოდ აქ ორი რაღაც მუშაობდა. ერთი არის, ვთქვათ, რაღაცა გათვალისწინება სხვადასხვა ჯგუფების, რომ ვთქვათ, აი მოდი ყველას ჩვენი ბრძოლა გვაქვს და არ დაუპირისპირდეთ. მეორე არის თვითცენზურა, ცხადია და ეს თვითცენზურაც მუშაობდა და ამიტომ ვთქვათ, არავის უნდოდა ან სურდა, ვთქვათ, აი ამ ჭყალებში სოციალურ მედიაში გაბატონებულ აზრთან დაპირისპირება, მაგრამ უდიდესი ნაწილი გნებავთ რუსთაველის იყოს ან გნებავთ ვთქვათ რაღაცა იქ დიდი წინააღმდეგობის ამ ავანტიურაში არ მონაწილეობდა, არ მიიღო მონაწილეობა და ამას არ გაყვა, ხო? ეს ჩვენ არათუ ვთქვათ ვიგრძენით, არამედ ხილულადაც დავინახეთ, ხო? ამიტომ ჩვენ რაც შეგვეძლო, რომ აი ამ ზუსტად აი ამ აზრისთვის უფრო გასაქანი მიგვეცა და უფრო ხილული გაგვეხადა. ამიტომ, მაგრამ ეხა რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც ვთქვათ ავიღოთ პასუხისმგებლობა და პირველი რაც ამ ჯგუფებმა დასაწყისში გააკეთეს, რომ აი ეს სივრცე შეკითხვების დასმის მოკლეს, ხო? ეხა რასაც აკეთებენ, რეფლექსიის სივრცეს კლავენ. ანუ რეფლექსია არ უნდა მოხდეს, რომ რა მოხდა, რატომ მივიღეთ ეს შედეგი. აი რატო უბრალოდ აი აქ დავასრულებ, რომ ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ, ხო, რომ ანუ ის რომ ეხა ჩვეულებრივად გაგრძელდეს ყველაფერი, თითქოს არაფერი მომხდარა, კაი შეცდომა და შეცდომასაც არ ეძახიან, ხო? ხო, ჩვეულებრივად იყო ჩვენ ერთი მცდელობა გქონდა და ანუ ადამიანების ბედით ესე თამაში, წინააღმდეგობის ბედით ესე თამაში, ქვეყნის ბედით ესე თამაში, ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და ამას რა თქმა უნდა პირველ რიგში სახელი უნდა დაერქვას, ხო, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა და რეფლექსია რა მოხდა, ეს უნდა იყოს. ამიტომაც იყო მათ შორის ხო რომ ეხა რადგან მაით უმეტეს აღნიშნე რომ ის მარშის იმას წარმოადგენ ხო სტატუსი ჩემი ერთ-ერთი ხო ამიტომაც იყო რომ ჩვენც თქვა ეს მარშები რამდენიმე დღე გავაჩერეთ და დავფიქრდით რომ რა ხდება და საერთოდ რა მოხდა ხო და რატო მოხდა ის რაც მოხდა სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამაში და ეს არის ხო ეს უნდა გააკეთო იმიტომ რომ თუ ამას არ აკეთებ ხო და აქედან გაკვეთილები არ გამოგაქვს ხო და თუ შემდეგ შესაბამისად არ მოქმედებ ნუ მაშინ გამოდის რომ რაღაცა ინერციით მოქმედებ და შენც ამის თანაზიარი ხარ და შენც ამ პასუხისმგებლობას იზიარებ და რა ვიცი მიყვები ამ დღის წესრიგს და თუ არ მიყვები ამ დღის წესრიგს ნუ მაშინ ცხადია რომ შესაბამისად უნდა იმოქმედო და ეხა მგონია რომ ზუსტად ამის დროა მაგრამ კაი მოდი მე ისე ვეთქაფი ვიქნები რა და აი ამ იმედზე ვისაუბრებ და ხო, რატო იცი? აი მე რასაც ვხედავ, ხო? ხა ველზე, როდესაც მე ველზე ვიყავი, საზმაოს მარშთან ერთად და ისეთ სოციალურ ქსელებში და ეხა ხო, მეც რაღაც უფრო მოძრაობისთვის მუშაობ, ასე ვთქვათ. მე ვხედავ რას იცი, რომ რეალურად შენ შეიძლება თქვა მართალი სიტყვა, მაგრამ სიმრავლემ დაუშვათ, რესურსულმა სიმრავლემ
შენს ოპონენტში, ხო, გადაგწონოს უბრალოდ. და აი ესეც რაღაცნაირად ნამდვილად უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა, აი ამ რაღაცა კანონებით არის, რომ მოუსპო აქტივისტურ კოლექტივებს, პოლიტიკურ კოლექტივებს საშუალება, რომ ორგანიზებულიყო რა შრომით. და ჩვენ, ანუ ეხა ეს თავის მართლება კი არ არის, უბრალოდ შეკითხვას ვარ ჩემთვისვე რა, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა სიტყვა, რომელსაც ჩვენ აჟღერებ, ხო, აი ჩვენ მაგალითად ჩვენი პოდკასტის, მას რა ქვია, 4 ოქტომბრის კრიტიკის პოდკასტის ქონდა 7 გაზიარება. 7. რაღაცეებს აქ ხომ რაღაცა 8000 კი ინახვა და ჩვენს ქონდა 7. და ეს ხო რესურსული ამბავია რა. და ჩვენ ხედავთ ქართული ოცნება როგორ აფინანსებს სხვადასხვა შრეებზე. უზარმაზარ, აი რაღაცა იდიოტობებს აფინანსებს, ხო? იდიოტურ მესიჯებს, რომელიც მეორდება და საშუალოდ ბრწყელია. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობაში, რომ ძველი პოლიტიკური კლასი და უმეტესად ნაციონალური მოძრაობა უამრავი პარტაქტივი ყავს. ანუ მე არ დამავიწყდება არასოდეს პარლამენტთან რო დავდექით წლების წინ და ვთქვით, რომ უნდა დამთავრდეს ეს. და მაშინ მოძრაობის წევრებიდან ძალიან ბევრი ვიყავით სხვათა შორის, ჯერ არ ვიყავით მაშინ არანაირი. ალბათ უნდა გაგვეკეთებინა მაშინ რაღაც მოძრაობა. ხო. და რაღაცა შეგვეცვალა და გაგვებედა მაშინ, ეს არის სხვათა შორის ჩემი თვითკრიტიკა. და ესე იგი, მე არ დამავიწყდება ეს, რომ ჩვენ გვინდოდა იქ აქციის გაკეთება. და ესე რაღაცა დაშორიშორებულად 2 მეტრიანი დისტანციით ვიდექით ერთმანეთისგან და ვიძახთით, რომ აი ხა ველოდებით ხმის გამაძლიერებელს და მოდი დავიწყოთ საუბარი. და მოდი დავიწყოთ სოციალურ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სინამდვილეში რომ ეს არის ხალხის მთავარი საწუხარი, ხო? და მაშინ მე მახსოვს კრიტიკა იყო, მაგალითად სირცხვილეს კრიტიკა იყო, რომ ჩვენ არ გვიერთდებიან მემარცხენეები რა და მაინც ვერავინ ვერ ბედავს და მოდი და გამოდი და უკეთესად ჩვენ გააკეთე. და ნუ რაღაცა შევისუნთქეთ ძალიან ბევრმა და დავდექით და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრები. და აი როგორი რაღაც მოხდა, იცი, რომ აი თითო ადამიანზე 6 კაცი იყო შესეული, მე ამდენი შეურაცხყოფა ცხოვრებაში არ მიმიღე. აი თმებს მწიწკნიდან ბოლოს, რომ გადი აქედან, იმიტომ რომ ეხლა აქედან ხაბე უნდა მოვიდეს. ანუ ეს ის კი არ არის, რომ აი უბრალოდ რამდენად არის საერთოდ შესაძლებელი, როდესაც ერთი წინააღმდეგობაში ძალადობა ტრიალებს ამ მხრივ. და მეორე მხრივ, ვისაც წინააღმდეგობა უპირისპირდება, ის არის კიდევ უფრო უარესი მოძალადე რა. აი ამაზე ვისაუბროთ, რამდენად არის საერთოდ ეს შესაძლებელი, ხო, რომ ჩვენ ამ დისკურსიდან ვართ თან გამოზრდილები, თითქოს. ჩვენც ვართ ამის მსხვერპლები, ხო? ჩვენი ცნობიერება რაღაცნაირად ექვემდებარება, ჩვენ შევდივართ რეაქციულ მომენტებში, ხო? ხანდახან. საერთოდ რამდენად არის შესაძლებელი, რომ აი ჩვენაირმა ადამიანებმა საერთოდ გააჟღერონ რა ეს რაღაცა მართალი ორი სიტყვით ვიტყვი და მე ნიკამ ისაუბროს, ხო, რომ ანუ ჩვენ რასაც ლაპარაკობთ პრინციპში, აი ყველგან სადაც ხალხია, ხო, ეს მნიშვნელოვანი არის და მაშინ თქვათ მე ეს გამიჯვნის პოლიტიკა და რაღაც მიტოვების პოლიტიკა ნაკლებად მესმის, ხო? და რამდენად არის შესაძლებელი, მე მგონი ეს რაღაც მხრივ იგივე ამ მარშის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ, ხო, რომ ანუ მაშინ როცა თქვათ თელი რუსთაველი ხადია იქ ვიღაცებს ეს არ სიამოვნებდათ, მაგრამ იგივე ეს სოლიდარობა იქნებოდა ჭიათურისადმი თუ თვალწერილისადმი თუ სოციალური საკითხების წამოწევა, ანუ დომინანტური თემა ეს გახდა, ხო? და ანუ ჩვენ შევიტანეთ ეს საკითხები, როგორც ვთქვათ, თვითონ რუსთაველზე, ისევე ფართო საზოგადოებაში, ხო? რეგიონებამდეც მიაღწია ამან და თქვა, როგორც ფიზიკურად ვიყავით ჩასულები, ისე ვთქვათ გავრცელება ამას იქ მაშინ იმ მომენტში იყო და კი, ანუ ის სივრცე შეაზანზარა, ასე ვთქვათ და ნუ ესეც ჩემი აზრით რა გარკვეულწილად რაღაცა ამბიციის საკითხიც არის, ხო, რომ ანუ კი მესმის ეს რაღაცა მძიმე ფონი, ურესურსობა, ასე შემდეგ, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, მე მგონია რომ ჩვენთვის თქვათ არის ეს რაღაც უმძიმესი სიტუაცია, მაგრამ შესაძლებლობაც გარკვეული, რომ ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ინიციატივა ავიღოთ ჩვენს თავზე და ხელი შეუწყოთ, რაზეც ნიკა საუბრობდა, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, იმიტომ რომ
აი იგივე რასაც აი ლაპარაკობდი რომ იქ ხალხის უმრავლესობა ჩვენ ხო ვიცით რომ რეალურად ხალხის უმრავლესობა არ არის ამის მხარეს ხო არ არის ამის მხარეს ხო პირიქით ამის წინააღმდეგი არის უბრალოდ ამის აი მაგ უკმაყოფილების კი მაგრამ მაგ უკმაყოფილების ხო რაღაცა გამოხატვა და სივრცის მისცემა არ ხდება იგივე პოლიტიზება არ ხდება და ჩვენ მე მგონი ჩვენი როლი ამაში არის რამდენად შევძლებთ ეს მეორე საკითხი ისიც არის რომ ანუ ჩვენ ეხლა რაც მე ესე ვაფასე ყოველ შემთხვევაში ეს კრიზისი არის მორალური რა არც სოციალური, არც მორალის კრიზისი გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ის საბაზისო, ელემენტარული რაღაც მორალური საკითხები ძალიან მოშლილია, ანუ მაგალითად ჩემთვის რა, ეხა წასახა ახომე რომ აი პალესტინის საკითხი რა, რომ აი როგორ შეიძლება რომ აი ესეთი თვალხილული გენოციდი ანუ რაღაც მოშლილად ვერ აღიქვავდი. ან ჭიათურის საკითხი, ანუ ეს რაღაცები, აი რო არ ყოფილიყო ეს აქედან ეს რა თქვა მარშიდან წასული რაღაცები კიდე უარესი მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც მორალურ კრიზისში ვართ და ეს მორალური კრიზისი, აი კარგად გამოიხატება კობახიძის ამ შეიტყვებით, რომ აი ადამიანისთვის ყველაზე დამახასიათებელი, აი ყველაზე ადამიანური, ასე ვთქვათ, გრძნობა ის აი თანაგრძნობა თქვათ ხო აი ეს ხო ანუ ესე იგი ამბობს რომ ანუ ადამიანები ნუღა იქნებით რა და ჩვენ ადამიანები რატო ვართ ხო ადამიანები იმიტომ რომ ერთ-ერთი ანუ ღერძი ადამიანობის არის თანაგრძნობა ანუ სხვისი ტკივილის გააზრება ეს რო არ იყოს ხო ჩვენ ხო გაგვიჭირდება ანუ ჩვენ გაგვიჭირდება სხვა ცხოველების მაგალითად ტკივილის გააზრება ანუ ჩვენ ზოგადად აი ადამიანობას მთლიანად რა ეს ანუ ქართული ოცნება იმიტომ არის ყველაზე დიდი ბოროტება რაც აქამდე ყოფილა რომ ებრძვის არა რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებს არამედ ადამიანის საყრდენს ებრძვის და ეგ ძალიან ნათლად ჩანს აი ფრიდრიხ ніცშეს რო ახსენებს ხოლმე მათი ლიდერი აი ეს რაღაცა არა როგორ თქვა რა არა ადამიანურობისგან და რაღაცა თავისთავი მე მგონი მე ანტიქრისტესი წარმოუდგენია ხო რა რომ აი თქვენც ანუ ეს მორალი არ გვჭირდება ჩვენ არაფერზე არ უნდა დავებრყოთ მე ვარ მებრძოლი და მე გადავწყვეტ რა და ნიჩიანური რაღაც იმაშია რა ქვია რა და მთლიანად ეს ექსისტემა იმაში მდგომარეობს რომ ან თვითონ თავისთავადთან არასწორად გაგებულში მაგრამ აქაც იმაში ხედავთ ჩვენ უბედურებას რომ ადამიანობას ვკარგავთ და იქ ჭიათურის სოფლები რომ მიწისქვეშ ვარდება და იქ რა ქვია ხარაგაულში და ან ყველგან ეს პრობლემები დგება რომ შევხედოთ როგორ ხდება ამ ადამიანებისათვის ადამიანებს მარტო ჩვენზე კი არ არის ვიღაცა იქ რუსთაველზე კი არ დგას სადაც რამე ადამიანური ხდება იქ მიდის დაპირისპირება ძალიან ელემენტალურ დონეზე თან ხო სახლის უფლება პურის უფლება დავედით იქამდე რომ აი ადამიანები ნუ იქნებ ეუნება რომ თავის მომხრეებს რომ ნუ იქნებით ადამიანები რა ესენი ის რაღაც ეგენი ქალები არ არიან ეგენი ისინი არ არიან ანუ ნელ-ნელა ხდება ხო რა რაღაც სხვა ჯიშია სხვა ისინია ხო და მინდა ჯიშია კიდე გასარკვევია მაგრამ საბოლოო ჯამში რა ჩვენ მივდივართ აქამდე რომ აი ეს თუ მორალური საკითხი არ გადაიჭრა და მე მაგას ვხედავ რომ იქ ამ 2024 წლის ორბიტაზე მოტრიალე პარტიებისთვის ეს მორალური მინიმალური სტანდარტი მოშლილია შეიძლება ერთ დღეს გითხრას კი მეორე დღეს არა ერთ დღეს შენ გვერდზე დადგეს ვითომ და მეორე დღეს დაგიწყოს ზურგში დანის ჩარტმა ანუ ამ ადამიანებს ეს არ ესმის ამიტომ მე პირადად ვთვლი რომ მათთან ურთიერთობას აღარა აქვს არანაირი აზრი ხო ჩვენ ვიცით რა წესრიგი როგორ არის რაღაც გამოცდილება ჩვენც გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ რაღაც ადამიანურობაზე დავაშენოთ ჩვენი არსებობა და მე ადამიანი თუ ხარ გაიგებ და თუ ეხლა გინდა რომ წაყვე იმას სადაც ადამიანობის ადგილი აღარ რჩება და აი მუდმივი რადიკალიზაცია და ერთმანეთთან ასე ვთქვათ ეს მე კი არ ვეწინააღმდეგები რაღაც კონფლიქტს იმიტომ რომ ზოგჯერ კონფლიქტიც საჭიროა თუმე ყოფილა რომ აქამდე არ მივცულიყავით რა რომ არა თქვენ ამის უფლება ჩვენ არ მოგცემთ და ესეც უნდა იყოს აწი რა მე მგონი ყველამ დაინახა რომ არ შეიძლება ვიღაც ადამიანებს ვისაც არ აქვს არც გათვლა არც გამოცდილება არც სურვილი მოგისმინოს და გწირავს ესე რა იმას არ უნდა გაყვერა მინიმუმ იმის უფლება და დემოკრატიული მოდელი აქვს საერთოდ მაგათ მათ მოშალეს რეალურად ის დემოკრატიული სტრუქტურა რაც საზოგადოებრივ პროტესტებს ახასიათებთ ცდილობენ რომ გადაათრიონ და ეგ ყოველ ჯერზე ჩანს როგორც ცდილობს მაგალითად ნაციონალური მოძრაობა რომ როგორმე თავში მოექცეს პროტესტი და ყველაფერი ისე იყოს როგორც მათ უნდათ და ეგრე ბატონებო ვერ იქნება რა და თუ იქნება და მაშინ ქართული ოცნება მუდმივად იქნება ხელისუფლებაში რა ხა ამაზე აუცილებლად მინდა ვილაპარაკო რა რომ აი ეს მსგავსება და დეჟავუ უზარმაზარი ნულოვან ტოლერანტობასა და ნულოვან თანაგრძნობას შორის და გუშინ ფიქრობდი
რომ ესე იგი რა ხდება ჩვენი ერთ-ერთი წევრი არის რომელიც იცეხის ხოლმე რომ ესე იგი საზმაუს მარშს სანამ რუსთაველამდე მოუყვები მე თავს მესხმის ქართული ოცნება და რუსთაველზე უკვე მე თავს მესხმის ნაციონალური მოძრაობა ანუ რა არის ხა სიგიჟე რა რომ აქეთ ხო რაღაცა ერთი და იგივე მოდელი მოქმედებს ხო ხა ცხადია აქაც ალაუფლება ქართული ოცნების მხარეს კონსოლიდირებული და აბსოლუტურად სხვა ტიპის რეპრესიებზეა საუბარი ხო მაგრამ აი პრინციპი და მარცვალი რომ ორივეგან არის რომ შენ რო რამე განსხვავებული თქვა შენ დაიჯები და აღარ ახარ ადამიანი და აი რაღაცნაირად უბრალოდ ჩემი რაღაცა თუნდაც ჩემი მეგობრებისთვის თუნდაც იმ ხალხისთვის რომელიც რაღაც ძალიან დიდი პიეტეტი აქვს ახლა რომ ეს ჩვენი ბრალია ეს როგორ მოვახერხეთ და არის რაღაცა ძალიან დიდი დათრგუნვა გამოიწვია ამ 4 ოქტომბერმა რომ როგორ არ გავაჟღერეთ ეს და ანუ აი მართლა ძალიან ბევრი არის აბსოლუტურად შოკირებული ისევ თავისგან ძალიან დიდი გაუცხოებაა რა და რაღაცნაირად მინდა რომ ვისაუბროთ იმაზე რომ რეალურად ხო ეხა დიდი კოლექტიური პროცესები ესე არ იმართება ხო ყველაფერს თავისი დრო აქვს და ხო არსებობს რაღაცა თან არ ვიცი მასების ფსიქოლოგიაც არსებობს ხო და ჩვენ ვიცით რომ პოლიტიკური ტექნოლოგიები ამას ძალიან კარგად იყენებენ და მეორეს მხრივ რაღაცა ქცევითი მეცნიერება არსებობს ხო და აი ამას ვხედავდი მე რომ აი შენ რაღაც განსხვავებული თქვა აი წინააღმდეგობაში აქტიურად ხო შენ დაისჯები ხო აი მე მინდა რაღაცნაირად იმ ადამიანებისთვის აი არა კონკრეტულად საერთოდ რომ დავანებოთ თავი ეხა აი ნაციონალურ მოძრაობას და საერთოდ ამ ძველ პოლიტიკურ კლასს თავი რომ დავანებოთ ხო იმიტომ რომ ერთია კრიტიკა და მეორე აბა მოდი ეხა შენ რას აპირებ და რას აკეთებ ხო ვილაპარაკოთ რაზე იცი რომ აი რას აი მექანიზმებზე რომლებიც ახშობს კრიტიკულობას წინააღმდეგობაში რა აი რაღაცა რამოდენიმე თქვა გუშინ რომ ეს საერთოდ პირიქითა პროპაგანდა არისო რა აი რა არის ეს მექანიზმები რომ აი ვაჩვენოთ ხალხს რომ არ არის რა ეს შენი ბრალი პიროვნულად შენი ბრალი ეს არ არის და ეს არის კოლექტიური პროცესი რა და აი მაგალითად ახლა გუშინ ვახუშტი თქვა რომ აი მე რასაც ვაკვირდები არის ხოლმე რომ აი რაღაცა რამდენიც მე ვსაუბრობ ხალხთან საუბარზე მომენტალურად შემოდის ვიღაც და მეუბნება რომ ეგენი საერთოდ დასაკიდებლები არიან ეს არის ქვეყნის სირცხვილი ანუ ადამიანები რომლებიც ქართულ ოცნებას მისცეს ხმა საერთოდ და აზრი არ აქვს მაგათთან ლაპარაკს და ნორმალური ხელისუფლება გვჭირდება ჩვენ მხოლოდ და მაშინ დაალაგდება ყველაფერი რეგიონებში ანუ აი ხარაგაულის მეწყერი რომ ჩამოწოდა მთელი რეგიონი რომ დავკარგეთ ხო ამაზე არის პასუხი რომ ნორმალური ხელისუფლება რომ მოვა მაგას დაალაგებს რა და ასევე ეს მაგრამის განდევნა მაგალითად ხო დისკურსიდან აი ანალიზის განდევნა მე აი არის ხოლმე რომ აი ერთი ფრაზის ამოჩემება და იმის აი იმდენად გამეორება ხოლმე რომ აი სანამ არ აი გაბაიბურდება და სანამ არ აი რაღაცა აგდება ამისი და ანუ რეალურად ეს ყველაფერი ხო ანუ ცოდნა არსებობს ასეთი რა და იმადი აი ამაზე ვილაპარაკოთ რა ტიპის აი რა სიმპტომები ახასიათებს გუშინ თხოვდა გიგაბექაურმა ძალიან კარგად ისაუბრა რა აი რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური სპექტაკლი როგორ იდგმება და რა სტრუქტურული ნიუანსები აქვს ამ ყველაფერს რა და ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ უბრალოდ იმიტომ რომ აი რაღაცა ისტორიასთან გაკვალდებულება რომ აღარ გამეორდეს ეს და ხალხმა იცოდეს რომ აი როგორ კონდეს როგორ დაინახოს ნიშნები იმისა რომ აი ახლა ან მორალურად გაშანტაჟებენ და ან გასულელებენ უბრალოდ რა აი რაღაცნაირად შეგვიძლია ეს გავშალოთ თუ მიგაჩნიათ რომ რაღაცა ძალიან ეს არის შეგვიძლია გადავიდეთ რაღაც სხვაზე გისმენთ ნიკოლოზ ხო არა მე ასე მგონია რომ ჯერ ერთი იმაზე ანუ ეს საერთოდ დავიცი ძალიან რთული განსახილველი ეს რატო შეიძლება რომ ვიღაცამ რაღაცა განსხვავებულას არ მოусმინოს ეს გასაგებია რომ შეიქმნა აი მთელი ისტორიული პროცესი გავიარეთ რომ როგორ შეიძლება რომ საერთოდ ადამიანებმა ერთმანეთს არ მოусმინონ და არგუმენტებს არ უსმინონ მაგრამ აი ეგ ერთის მხრივ არის ზუსტად იმის ბრალი რაც გოტამ თავიდან აი უპასუხისმგებლობა ანუ ეხლა რომ გადავხედოთ ამ პოლიტიკურ კლასს ვინც არიან რაც დაშავებული აქვთ რა ის თითქოს იმის გათეთრება ხდება რომ აი რას ამბობ კაცო აი იმ ფონზე რომ აი ახლა ურჩხული დაგვიდგა წინ ქართული ოცნების სახით რა
ვიღაცები იხსენებენ, რომ აი იმან ხო გააკეთა რაღაცა, ამან ხო გააკეთა რაღაცა და ანუ იკარგება ის მთელი დანაშაულებების წყება, რომლებიც ჩადენილი აქვს როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ანუ ზოგ შეიძლება დანაშაული ხარ, რავი, გახარია რაც აკეთა, ნახეთ რა, ანუ ეგ ვერ დაივიწყება, სულ რომ რაღაცა იქ გამართლებები ეძებონ რა. თქვათ, ლელოს ლიდერები კარგა ხანი ეგუებოდნენ რა ამ სისტემას და კარგად იყვნენ მოწყობილები როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს, ისე ამათ დროსაც და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ვინმე აღარ მოგწონს რა და ეგრე არ ხდება. ეს ყველა ადამიანმა თავის პასუხი შეიძლება, ანუ მე მჯერა რომ ადამიანები იცვლიან პოზიციას, მაგრამ პოზიციის ცვლილებას უნდა მოსდევდეს ახსნა განმარტება, რატომ იცვლი, რა შეგეშალა, რომ მაშინ არასწორი იყავი, მაშინ რაღაცები მიქარე შეგეშალა და მოდი ეხა აღარ გავაკეთებ, მაგრამ ის უნდა გააკრიტიკო შენი წარსული. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთისგან საკუთარი წარსულის კრიტიკას რა და შესაბამისად ისიც ნათელი ხდება, რომ თლიანად ყველა ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს და ამას მე ხელს უწყობს რა თქმა უნდა ქართული ოცნება თავის მხრივ, ყველა ცდილობს რომ რაღაც სამეცნიერო, ასე ვთქვათ, და რაციონალური ანუ მარკერები, რომლებიც ამას იჭერენ რეალურად აი თავისუფალ და ასე ვთქვათ კრიტიკულ გარემოს, ისინი მოარყიონ და ამიტომ არის რომ ეს ხალხი ლაპარაკობს ყველაფერზე გარდა იმისა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს რა. ეს იმიტომ არის რომ აი ადამიანებს ერთმანეთს აღარ ესმით რა. სხვადასხვა სივრცეებია, ამიტომ ეგ სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მარკერები რომ მოიხსნა შარლატანებს გაეხსნათ გზა და შარლატანები ლაპარაკობენ რასაც უნდათ ვერავინ ვერ ეუბნება რომ ეს ესე არ არის იმიტომ რომ თუ იტყვი არ გაქვს ამის უფლება ან იქით წახვალ აგენტი ხარ ანუ კრიტიკის վել თვითონვე მოგუდა ამ პოლიტიკურმა ერთობას აზიანებ და ხო და ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ აი ეს პოლიტიკური გარემო და რაღაცა სივრცე რომელიც მათ შექმნეს აი არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენ უნდა ეს მოვშალოთ და შევქმნათ ახალი რომელიც საშუალებას მოგცეს სამეცნიერო ჯანსაღი მსჯელობისკენ წავიყვანოთ პროცესი. სადაც შეიძლება რომ მოქალაქემ დაგისვას შეკითხვა და შენ ჯერ გააკეთო და მე მოხვიდე პოლიტიკაში და არა მე მოვალ ხმამომეცი და მე ჯერ შესთავაზო და გააკეთო. პასუხისგებლობა აიღო მათ წინაშე და მე პასუხიც აგო ამისთვის რა და იყვნენ ჩვენ სივრცეში ახლა შეიძლება ვიღაცა არ ეთანხმება იყვნენ ადამიანები ვინც შეიძლება რაღაცებს შეეშალოს და პასუხისგებლობა სიცოცხლით გადაიხადეს და ზოგი ამას ვერ აკეთებს სიცოცხლით კი არა იმით გადახდა არ უნდათ და იმასაც არ აღიარებენ რა შეცდომების დაუშვეს რა შეცდომა ან შეიძლება დანაშაული ჩაიდინეს არ ვიცი ხა შეფასებები ის არის ძალიან ზოგადად ვამბობ იმიტომ რომ არ მინდა ყველას თავისი რაღაცა. ხო ესე კონსპირაციაში წაგვიყვანს. ხო არა კონსპირაციაზე არ ვამბობ მე ვამბობ იმაზე რომ ჩვენი ქვეყანა მსხვილი კაპიტალის ჯიბეში მოხვდა ის რომ ჩვენ გარემო ნადგურდება ის რომ ხალხი სოციალური კატასტროფის ზღვარზეა ის რომ მორალურად მოშინილია. არავინ ჩვენ ლაპარაკობთ ის გვინდა ეს გვინდა ეს მინდა იქ მინდა აქ მინდა მაგრამ აი ბოლოს იმას ვიტყვი რომ თუ შენ ამბობდი რომ რაღაც საერთაშორისო ისინი აქვს რომ ეგ რუსეთი ის ჩვენ გვინდა ისეთი სივრცე, ანუ სოციალური სახელმწიფო, არ ვიცი ზოგ სოციალისტური, ზოგ სოციალისტური უნდა რა. მაგრამ მაგას არ აქვს ნიშნობა. ჩვენ გვინდა რომ ვიცხოვროთ ადამიანურად და აი ეს არ უნდა ეს არის წმინდა სივრცე, მოკლედ. მაგ წმინდა სივრცეს შეეხო ქართული ოცნება, ამიტომ მათი ადგილი ხელისუფლებაში აღარ არის. ასნაირად საზმაოსთან გამომდინარე გეკითხები რა გოტა რომ აი ერთ-ერთი რა დავუბრუნდეთ მინდა რომ შენს გაშალო ეს კითხვა რა რომ დავუბრუნდეთ რომ აი წინააღმდეგობის კრიტიკული წინააღმდეგობის უფრო დავშალოთ სიმპტომებად და ნიშნებად რა ნიუანსური რომ აი რა ახშობს კრიტიკულობას რა წინააღმდეგობაში რა და ნუ გასაგები ერთი რომ ეს მიმწოლობა და აგრესია ცხადია და მეორე არის კიდე აი მე რაც ხშირად მესმის არის რომ პროპაგანდაზე ხდება მხოლოდ სიცილი და არ აღიქმება სერიოზულად და ნუ გასაგები რა ხა ქართული ოცნება არის აი უბრალოდ გოიმები არიან რა და ანუ საერთოდ აქამდე წინააღმდეგობაში როგორ არ მოხდა ის არ გოიმები ცადია არიან რა მაგრამ რა არის იცი ანუ ძალიან კომპლექსური პროპაგანდისტული შრე შექმნეს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნარატივებზე დაკვირვება თუნდაც იმიტომ რომ მათი ნაბიჯები მაინც გათვალო წინასწარ და აი შენი გვერდზე მდგომი ადამიანი გადაარჩინა მაინც რა და სუხდება აი ამისი რაღაცნაირი ნიველირება რომ აი რა დროს ეგ არის რა და კიდევ უფრო უარესი რომ შენ ახლა იმეორებ მათ ნარატივს ანუ შენ მათ ეთანხმები
შენც ხარ ქართული ოცნების წარმომადგენელი და აი საერთოდ რაღაცნაირად წინააღმდეგობაში როგორ შეიძლება არ არსებობდეს ერთი ფრონტი, რომელიც პროპაგანდის დეკონსტრუქციას ზე მუშაობს აქტიურად, ხო? და ეუბნება ამ ადამიანებს, რომ ნახე, ახლა ამათმა ეს თქვეს და ხვალ ამას იტყვიან და შენ ეხლა არ უნდა მიხვიდე და ოლეოლას არ უნდა უყვირო კამერებში და უშუალოდ ჟურნალისტებს არ უნდა შეასხა წიწაკის სპრეი მაგალითად, ხო? ან აი რაღაცა ისე უნდა გააკეთო, რომ ეს კამერა გამოიყენო იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რასაც პრინციპში ჩვენ ვცდილობდით, რომ საზმაუს ეთერები ყოფილიყო, ხო? ერთი რო აზრი აქვს თუ არა საერთოდ მაგას და აი კიდე სხვა რაღაცებზეც მინდა ვისაუბროთ ამ სხვა ნიუანსებზე რომ აი ანუ ერთი რო ჰაიპია უზარმაზარი ხო და ეს 4 ოქტომბერიც რა იყო რომ ჰაიპზე დაფუძნებული კამპანიური აი მარკეტინგული და არაპოლიტიკური ორგანიზება ხო და ხშირად მივიღეთ საბოლოოდ ფარსი ამის აი გიგაბექორმა თქვა გაფიცვაზე რომ ესო გაფიცვა კი არ იყო ეს იყო პლაკატიო რომელზეც ეწერა გაფიცვაო და აი ცარიელი სიმბოლოები ხო ან თუნდაც მხოლოდ გეოპოლიტიკური კონცენტრაცია რომ აი შერუსო მე ევროპელი ვარ შერუსო მე ევროპელი ვარ რა და საბოლოო ჯამში გამოდის რომ მართლა არ აქვს პასუხები ხო მესმის კი გასაგები არის და ხო რატომაც მივიღეთ კიდე ერთხელ 4 ოქტომბერი მათ შორის ანუ აქეთან მხრიდანაც პროპაგანდა იყო ხო თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართული ოცნების პროპაგანდაზე აქეთან მხრიდანაც ფაქტობრივად ეს ხო პროპაგანდა რომელიც 4 ოქტომბერს ემსახურებოდა და მე ვთქვათ რაღაცა ამ თვითგვემაშიც არ ჩავარდებოდი იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვარ ძალიან მძიმე ცხადია ვითარებაში აბსოლუტურად ყველა მხრიდან აი მართლა ხო ერთი მხრიდან ოცნება გიტევს მეორე მხრიდან ნაციონალური მოძრაობა მესამე მხრიდან კიდე რაღაც ხო ცალკე ეს ურესურსობა ანუ ძალიან მძიმე ფონი არის ხო და იმ სიტუაციაში ვთქვათ რასაც ჩვენზე კონკრეტულად კი არ ვსაუბრობ ზოგადად რა საზოგადოებაც ხალხზე და ვთქვათ რასაც კიდევ ვახერხებთ ესეც ვთქვათ მნიშვნელოვნად დასაფასებელი არის და უნდა დავინახოთ ჩვენ მორალურად მე მგონი აი მორალურ კრიზისზე როცა საუბრობდა ნიკა აბსოლუტურად ვეთანხმები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხო თუნდაც იგივე ამ ისრაელ-პალესტინის თემაზე რაც ნუ აი მართლა არის რაღაცა პირდაპირ დემონსტრირება იმის ხო რომ სად ვართ მართლა მორალური ღერძი ჩვენი სად არის და ნუ ამას რო გაუძლო თუნდაც ფსიქოლოგიურად ხო ძალიან რთული არის ხო რომ აი უყურებ მართლა ხშირად ამბობენ ხოლმე ხო რომ 4 კახარისხით უყურებ როგორ ხდება გენოციდი და გაჟლეტვა ადამიანების ხო რაღაცა ხარ რა ვიცი ხან რომელი ისტორიას ვისმენ ხან რომელი ისტორიას და ნუ იმის შემდეგ საერთოდ მოქმედებაც კი რთული არის ხო და ცალკე ვთქვათ აქ რა ეს არის მდგომარეობა არის მაგრამ და მორალურად ყოველთვის ვიქნებით უფრო მაღლა ვიდრე ვთქვათ ეს არის გინდა ქართული ოცნება გინდა ნაციონალური მოძრაობა მაგრამ ანუ ჩვენ უნდა გავცდეთ კრიტიკას ჩვენ უნდა გავცდეთ კრიტიკას და ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე ხო იმიტომ რომ აი თუნდაც მაგალითად აი გაფიცვა ხო კი შეიძლება ეს რაღაცა სიმბოლოების დონეზე იყო მაგრამ რაღაცა იყო ნაწარმოები ხო რაღაცა შეიქმნა რაღაცა ის დღე შედგა შესაბამისად ხო ცუდი იყო თუ კარგი იყო მაშინ შენ უნდა შესთავაზო აი რასაც ვლაპარაკობდი ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი შენ უნდა შექმნა ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი და შესაბამისად უნდა იმოქმედო. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ წრეში ვიტრიალებთ და ყოველთვის ვიქნებით, ხო? ეს გარეში გაფიცვა არის კი, გეთანხმები და დამახინჯება რეალობისს. კი ბატონო, მაგრამ აქ არის მაშინ აქ არის ჩვენი როლი, ხო? იმიტომ დასრულდა, ხო, ჩვენი როლი ჩვენ ხო ვცადეთ რაღაცები, ხა კიდევ უნდა ვცადოთ, ხო? ანუ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვა ჩვენ მაშინ ვიქნებით მუდმივად დამარცხებული, ასე ვთქვათ, პოზიციაში და კი მესმის ანუ ცვლილება გარდაუვალი იქნება ხო და მე მგონია რომ ამის შესაძლებლობა ეხლა არსებობს რაც მთავარი არის რომ ამის სურვილი არსებობს და ამის ამბიციაც არსებობს მე მგონია რომ თქვა
ჩვენ არ ვართ იმდენად რაღაცა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ გვყავს საზოგადოება, პირიქით, კი, არის ხალხი, არის კომპეტენციაც, არის კვალიფიკაციაც, არის გამოცდილებაც, არსებობს ხო ეს და რატო არ უნდა გამოვიყენოთ და რატო არ უნდა დაუპირისპირდეთ იმას, რა მოცემულობაც გვაქვს. მოცემულობა გვაქვს, ვიცით, შესწავლილი გვაქვს, ამის კრიტიკაც ვიცით, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაღაც აი ქმედებების დონეზე უკვე გადავიდეთ, იმიტომ რომ აი კრიტიკა, იზოლაციონიზმი, გამიჯნვა ეს მოძველებული არის. არა მარტო ის, რომ ხო მარტივი არის, ხო ძალიან მარტივია ეხლა კი ბატონო დავждები და ვილაპარაკებ რამდენსაც მინდა, მაგრამ ამას უნდა მოყვებოდეს პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ შენ როცა ხედავ რომ ისა რა ხო ქვია, ხაბეიშვილი და მისი ჰეროიზაცია, ხო, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პროცესი არის, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, თუ პოლიტიკურ მე ვლაპარაკობ ისევ, ხო, ჩვენ რაღაც ინდივიდებზე და მოქალაქეებზე არ ვლაპარაკობთ, ხო, ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ძალაზე, ხო, და ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და პოლიტიკური ორგანიზმია, ხო, მოძრაობა სოციალ-დემოკრატისტვის. და ოღონდ ამასაც, ხო, ანუ რატო თქვი რომ თვითგოიმაშიც არ ჩავარდებით, ხო, ანუ ხშირად ცდილობენ ხოლმე რომ რაღაც ნაბიჯებს გადაახტნენ, ხო? და თქვათ აი პირდაპირ მივიდეთ შედეგამდე და ამას დრო ჭირდება, ხო? ჩვენ ვერ გადავახტებით, აი სად არიან რაღაც არ ვიცი ლიდერები უნდა ყავდეს ქარიზმა რა. ანუ ეს არ ხდება ესე, ხო? იგივე აი რაც ახსენე შენ დასაწყისში ჰორიზონტალური პროცესი, ხალხი მართავს თვითონ პროცესს და მართალია ხალხი მართავს, ეს ჰორიზონტალური პროცესი არის და თუნდაც ის რომ თქვათ აი პოლიტიკურმა ჯგუფებმა რაღაცეები თავის თავზე აიღონ, ეს დემოკრატიული პროცესის შედეგად უნდა მოხდეს. ის კი არა რომ მე შენ დაგიძახებ და აგერ ჩვენ ხუთნი ვართ და დაგიძახებ და 6 საათზე გეტყვით რა მოხდება და შენ გამომყვები. არა, შენ იმასთან ერთად უნდა იმუშაო. 10 თბილისელი ჩამოდგომა გახსოვთ, 10 თბილისელი დავდგეთ. ხო და იმასთან ერთად უნდა იმუშაო და ერთობლივად უნდა შექმნათ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი. კომპრომისი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ახსენა ნიკამ, ხო, რომ ეს კომპრომისების შედეგად უნდა მივიდეთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე და მე მგონია რომ ეს არის შესაძლებელი, ჩვენს შეგვწევს ძალა, არიან კიდევ თქვათ სხვა ჯგუფები და მე მგონია რომ ეს დღის წესრიგი უკვე მოვიდა დრო, რომ მოკლედ ახალი პოლიტიკური კლასი მოვიდეს და ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას და დარჩენი უკვე რამდენად შევძლებთ, რამდენად მოვახერხებთ, ეს არის ჩვენზე და დროის საკითხი არის, ნახოთ. ჩვენ უნდა ვცადოთ რა, მთავარი ეგ არის, რომ უნდა გავაკეთოთ და მე რა იქნება, მაგას ვნახავთ. ხო, ბოლოს შეიძლება ხო უკვე დავამთავროთ და რაღაცნაირად აი ცოტა ესეც რო ვთქვათ, რომ ჩვენ რა პასუხისმგებლობა გვაქვს ისტორიის მიმართ, ხო? რაღაცნაირად ცენტრში ერთგვარად გამოკიდებული მემარცხენე ჯგუფი ვართ, რომელიც მრავალი წელია არ ყოფილა, ნუ მასშტაბური არის უამრავი სხვა მემარცხენე მოძრაობებიცა და კოლექტივებიც და რაღაცა ისე მოხდა, რომ თითქოს წინააღმდეგობის ცენტრში ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, შესულები რა, ეხლა ყოველ შემთხვევაში, ხო და ჩვენ რაღაცნაირად გვაქვს სიმართლის პასუხისმგებლობა ძალიან დიდი. ჩვენ კიდე ერთი ბოდიში და ჩვენ კიდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ჩვეულებრივად აი ამ ხალხიდან მოვდივართ, ამ შრომითი კლასიდან, იმის ნაწილი ვართ, რაც თუნდაც ჭიათურაში ხდება, ან სხვაგან ხდება, იმიტომ რომ ჩვენც იგივე როგორ თქვა, წნეხის ქვეშ ვართ, როგორ დანარჩენი საზოგადოება რა. ხო, მე იცი რა მინდა და მეთქვა, რომ რაღაცნაირად აი თითქოს მე ვხედავ ჩემთვის ესეთ რაღაცას, რომ აი მე თუ არ გამომივა რაღაცა რა, მე მაინც დავტოვა სივრცე, ის მაინც გავაკეთო, რომ დავტოვა სივრცე იმისთვის, რომ ჩემს მერე ვინც მოვა იმან მაინც შეძლოს რაღაცა, აი რაღაცა დისკურსი მაინც უნდა გადაწყდეს. და აი თუნდაც სხვა ჯგუფები ხო აი ამ ჯგუფს რაღაცა არ გამოვიდა და იმ სხვა ჯგუფს უნდა კონდეს რაღაცა სივრცე დარჩენილი, რომ იმოქმედოს. ეს ერთის მხრივ რა, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ მაინც რაღაცა უნდა ვაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. და აი რაღაცა იმედი მაქვს, რომ აი ამ ორს შორის ასეთ ჩვენი ორგანიზებით სამონდამებით გარღვევა მოხდება. ხო, გარღვევაც მოხდება და რაღაცნაირად ორივესაც ასე ვთქვათ, ორივეს გაცნობიერებით ვიმოძრავებთ რა. ხო, მაგათ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო და შემდეგ ხუთშაბათს ისევ შემოგვიერთვით ჩვენი უკვე მე-15 პოდკასტის ეპიზოდზე
და ხო, გვინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი, დააფალოვოთ ჩვენი YouTube-ი, ჩვენს გვერდზე იდება ხოლმე ხშირად სხვადასხვა ამოჭრილი კლიპები ჩვენი პოდკასტიდან და დაგვეხმარეთ გავრცელებაში. დიდი მადლობა.